წინანდლის ფესტივალის მეოთხე დღეს დილის სცენა მევიოლინე დანიელ ლოზაკოვიჩსა და პიანისტ ბეჰზოდ აბდურაიმოვს დაეთმო. კონცერტის დროს წინანდლის მამულის თავზე ღრუბლები გამოჩნდა და ჭექა ქუხილის ხმაც გაისმა. მაგრამ ამან ვერ დაჩრდილა მუსიკოსების ვირტუოზული შესრულება და მაყურებელი კონცერტით აღფრთოვანებული დარჩა. 7 სექტემბრის საღამოს კი სცენა კვლავ პანკავკასიურ ახალგაზრდულ ორკესტრს დაეთმო მათი დიდებული მენტორის ჯან-ანდრეა ნოზედას დირიჟორობით. This was a really unique concert. ეს მართლაც უნიკალური კონცერტი იყო. შესაძლოა იდეალური არა, მაგრამ ნამდვილად დრამატული. სანამ სცენაზე ავიდოდით, ჭექა ქუხილის ძლიერი ხმა გავიგეთ და მივხვდით, რომ ეს რაღაც სრულიად განსხვავებული იქნებოდა. აუდიტორია ფანტასტიკური იყო, ძალიან ყურადღებიანი და ხალხშემწყობი. ჩვენ მიმართ, რა თქმა უნდა, მაგრამ განსაკუთრებით მუსიკის მიმართ. ჩვენ თითქმის არ გვესმოდა საკუთარი შესრულების ხმა, მაგრამ დარბაზის შესანიშნავმა აკუსტიკამ ჰაერის მოძრაობით დაატრიალა ხმები, რომლებიც მუსიკას სჭირდებოდა. საოცარი გამოცდილება იყო. მოულოდნელი მომენტები ხომ განსაკუთრებულად გამახსოვრდება. მართლაც უცნაური იყო, ავდრიანი ამინდის ხმებმა თითქოს შექმნა განსაკუთრებული აუცილებლობა უკეთ მოგესმინა. მგონია, რომ მხოლოდ ჩვენ კი არა, აუდიტორიაც ცდილობდა განსაკუთრებულად მიჰყოლოდა მუსიკის ხმებს. Great pleasure to play with my long-time friend. დიდი სიამოვნება იყო ჩემს ძველ მეგობართან ერთად, ასევე დიდი ხნის მუსიკალურ პარტნიორთან ერთად დამეკრა. ხშირად დაგვიკრავს ერთად მსოფლიოს სხვადასხვა დარბაზში და ეს ყოველთვის შესანიშნავი გამოცდილება იყო. საქართველოში პირველად დაუკარით, მაგრამ ეს რეპერტუარი გასულ წელს უკვე შესრულებული გვაქვს ერთად ამერიკასა და კანადაში ტურის დროს. ამ კონცერტით არ დასრულებულა ჩემი მონაწილეობა წინანდლის ფესტივალზე. წინ ძალიან საინტერესო რეპერტუარი და სხვა შესანიშნავ პარტნიორებთან ერთად გამოსვლა მელოდება.